გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ მისლაშა. დღეს გიბრუნდებით შემდეგი ვიდეოთი, ოღონდ ამჯერად ვიდებით ქარ-პარკინგის ვიდეოთი და დღევანდელ ქარ-პარკინგის ვიდეოში ჩვენ გვექნება ახალი ჩელენჯი, სადაც აქ უნდა გადახტეს და ვინც ყველაზე დიდ გადახტება დღევანდელ ვიდეოებიდან, ის იქნება გამარჯვებული რა მეგობრებო, მოკლედ. მანქანებს გავთიშავ ყველაფერს, სათავე შეგვიჩნდნენ ისინი. გადახტომაში და მოკლედ ეს ვიდეო ავუყურებთ ლაიქს, რადგანაც არის ახალი რუბრიკა და დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწერთ არხი დავიდეთ 100 გამომწერზე და მოვიფიქრებ რაიმე 100 გამომწერზე სპეციალ ვიდეოს. მოკლედ ყველაფერი არაფერი ბუსტი არ მაქვს მიცემული, მოკლედ ყველაფერი არის ქარხნული არის მოკლედ და დავიწყებ BMW GP X6, მე მგონი X6 არ ვიცი ზუსტად. და მოკლედ ამ მანქანამ ნახოთ შემეცეს, ეს მანქანა საკმაოდ ძიმი არის და ქარხნული თან. Pruneli იქნება ესე რომ არ ვიცი მოკლედ აი რას გონსაკიდან ავიღებ. არ ვიცი მოკლედ დაახლოებით შეძლებს თუ არა გადახტომას, მაგრამ იმედია შეძლებს რა. ხო, ესე რომ ეხლა ჩვენ რა მაინტერესებს მე. და ნუ მადამზე პრინციპში მოდი მივალ და მაშინ ხედავთ პოსტ ხმას მოусმინე. მაშინ ხედავთ ბიჭო, ხმარა, კაი ხმაა ხო? ძალიან მოწონს მეცეს ხმა რა, მანქანა ხო ძალიან კარგი ხმა აქვს რა. და ვაფშე არ არის გაძრიელებული. და აი ბოლომდე რომ მოვიდეს აი აქედან იმას ვიზა. არც ისეთ მარტივი ყოფილა. და ნუ ბოლომდე რომ ზემოთ წავიდნენ და გადახტნენ. ნახოთ აბა რომელი მანქანა შეძლებს რომელი. და დავა 1 2 3 დავა. ნუ ახლა მე და BMW-ს ფანი არ ვარ, Mercedes-ის ფანი უფრო ვარ, მაგრამ მოდი ვნახოთ რა. აქ კიდე ერთი BMW-ის მოდელი იქნება, მოკლედ არ ვიცი რა მანქანები მაქვს შევჩვენი, მაგრამ მოდი არ გასპოილერებთ. არა ბიჭო, ძალიან უჭის. აუაი. რატომ ქონია აი აქ? აუ, ის ქონია ჩართული ეს. აუ რაღაცა შეცდომა იყო ბიჭო, მე მგონი რაღაცა შეცდომა იყო. დაგემოვნებით მეგობრებო ცოტა ხანში. მოკლედ თავიდან ვიწყებთ რაღაცა გაბაგა თუ რა ქნა, არ ვიცი მანქანა, მაგრამ მოკლედ არ ვიცი რა რაღაცა ძალიან ჩიჩქარი დაუვარდა რა რაღაც მომენტში. აი ახლა უკვე კარგად წაიღო რა მანქანა. და მოდი უკვე ნახოთ აბა შეძლებს თუ არა გადახტომას. Fuck, ნული? ნულია მე მგონი ხალხო ეს რა ჯანდაბა. ეს რა ჯანდაბა ხალხო ვერ ახდა. ან მე ვერ დავუმიზნე შიგნით შუაში. მოკლედ ამ მანქანას არ ჩაუთვლი, მაგრამ წესით არ უნდა გაიმარჯვოს ამ მანქანამ, მაგრამ მაინც მივცემ შანსს თქვენი გულისთვის. და ნუ ვერ შეძლო გადახტომა აი აქ გაჩერდა და ნუ ხო თან და ნუ მოკლედ ვერ შეძლო და ან მე ვერ დავუმიზნე კარგად და ნუ შემდეგ ეპიზოდში უკვე ადგილი შეიძლება. თორე აქ რაღაცა ძალიან ცუდი ადგილი არის, მაგრამ ნუ უკეთაც არის რა. გადავიდეთ შემდეგ მანქანას. მოკლედ შემდეგი ეს მუსტანგია და ნახოთ აბა ეს მუსტანგი რას შეძლებს, ნახოთ აბა ესეც რა თქმა უნდა ქარხნული სიჩქარე აქვს, მაგრამ ეს ბევრად სწრაფი არის. მას დაახლოებით 500 აქვს ჰიუპ, ხოლო იმას 360 ქონდა, ნუ აქ განსხვავება მართლაც არის ამას შეხედეთ. ნუ აქ უკვე მოვატრიალოთ, მოდი ჯობია. ესე. ხო. ნუ არ ვიცი BMW-ზე რაღაცა ტექნიკური შეცდომა მოხდა თუ არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცა ვერ მოვახერხეთ იქ ახტომა. ამას უფრო დიდი ბუსტი აქვს, მაგრამ ნუ იყოს რა. ანუ პატარა ადგილი არაფერი. ნუ BMW-ც იქნება, მაგრამ მოდი მუსტანგი რო იყო, ახლა შემდეგ ეპიზოდში იქნება სხვა მოდელი BMW-ს ალბათ. ახლა ვიცით რომ აი იმ ადგილას დავუმიზნო რა. ნახოთ აბა გადახტა. ოპა! აი ჩვენი პირველი ისე ვთქვათ მანქანა, რომელმაც შეძლო აი ამ ხელა იმის გადამოხტომა, ეს არის მუსტანგი. და მაგრამ მან გაჩერდა დაახლოებით აი აქ თოლის პაპასთან რა. თუმცა ჯერჯერობით პირველ ადგილზე აი ეს მუსტანგი დგას, რა მხეცური გამოხილვა აქვს. გადავიდეთ უკვე შემდეგ მანქანაზე. მოკლედ ჩვენი შემდეგი მანქანა არის ესეთი ულამაზესი Mercedes-ი,
ესეც რა თქმა უნდა ქარხნული არის. ნახოთ აბა ეს რა შედეგს დადებს. ამის სამწუხაროდ არ დავხედე და მოვიწყო და რა ვჩქაროდი და სისტრაფეზე თეთყობა რომ არა ბიჭო იმას მილიანი მგონი თუ მან უფრო მეტი განავიწარა აზია რომ თვითონ იქ დაიქვეში იქნებათ ეს ვინ თოლის პაპასთან თუ დავარდნენ დაინახეთ თქვენ მაგრამ ნუ სამწუხაროდ ბინვის უკავია ბოლო ადგილი რაც არ უნდა სამწუხაროდ და იყოს ცუცუნა გრუჩიტელი აი ეგეთ 1 2 და 3 და ვაუ რა მოხდა კაი რაღაცა სიტყვა არის მაგრამ დაიკიდეთ Mercedes მაინც შეძლებს Mercedes მჯერამის Mercedes-ის მჯერამი და აშკარად ნომერ პირველი ადგილი და ბარინ გაგორდეს თავისთვის აი ამ ადგილას შეძლო ამ ულამაზესმა Mercedes-მა საუხურ მართლა სახური ამას შეხედეთ უბრალოდ არ მაქვს სტრესი და რა სტრესი დავხსნათ გადავიდეთ მოდი შემდეგ მანქანაზე ესეთი ლამაზი Mercedes-ი რო არის ბიჭო ქარპარკში დამოდი რეალობაში ქაუყაიმ გადავიდეთ უკვე შემდეგ მანქანაზე მეგობრებო ასევე სანამ უკვე შემდეგ მანქანას გამოვიყვანდე მადამდე თქვენ უკვე დაწერეთ კომენტარებში ახლა ჩადით და დაწერეთ კომენტარებში რომ შემდეგი მანქანა რომელი იყოს ისე მოკლედ უკვე დაგიბრუნდები და ჩვენი შემდეგი მანქანა არის Porsche და მოკლედ ხელი მაქვს ცოტათი შეულებული დალჟე მოტორზე არ მანაირი შეხება არ მაქვს საერთოდ მოტორზე მაგრამ მოტორზე ხო როგორც ხედავთ შეულება უნდა დაინახოთ მაგრამ შეხება არ მაქვს მოტორთან Porsche-ა საკმაოდ ძვირი დამისყიდა და საკმაოდ წესი სწრაფი უნდა იყოს მაგრამ რომ მოდიოდი აქ ძალიან ლამაზად და ბილად დადიოდა ტრასაზე დადიოდა ძალიან ბილად რა შემოსახულებში ყველგან ანუ არ მოძრდებოდა ძალიან ლამაზად დადიოდა ხო ნახოთ აბა რა ვერ გაწულა ბიჭო ძალიან რამდენსაც მეგონა რომ ეს Porsche გაწვრიდა დენი ვერ გაწულა მოვით რატო და გაწუროს ეს Mercedes-ის შედეგამდე უნდა მივიდეს ან Mustang-ის შედეგამდე მაინც დავა ნახოთ აბა ჩვენი Porsche რა შედეგს დადებს რა სამწუხაროდ ახლა BMW-ს ძალიან დაიჩაგრა მაგ შემთხვევაში მაგრამ არ იყო გათვალისწინებული ესე რომ რა ვქნა ოპა არა რაღაცა ვერ არის ისე კარგად საქმე მაგრამ ამისგან მე უფრო მეც მოელოდი რა Mercedes-მა ყველაზე კარგად დაიწყო ჯერჯერობით დავუმატე მაგრამ დაიგეთ ეს რა ვიცი ძალიან სპილად დადიოდა ბიჭო Mercedes-ს ძალიან ბილად დადიოდა აი ამაში ხედავ იმასი ბილად რა უნდა იაროს რა ვიცი ხო დაწერეთ კომენტარებში შემდეგ რა მანქანები გადავიღო რა ძალიან დიდი თხოვნა იქნება დაწერეთ ხო თომ დაწეროთ კარგად დადის რა უნდა ქნას აი მეტი კარგად დადის და გონი ნახოთ აბა ჩვენი ბოლო მანქანაც რომელიც არის ასევე Jeep-ის დაგვარი და ნახოთ აბა BMW-ის აუჩანსები აქ მასაც გადავიდეთ უკვე მანქანაზე თოლის პაპაგაიძე მეგობრებო ახლა გამოვყავს Range Rover-ი და ვაფშე ხელი არ მიმიკარებია რა ვიდეოს გადასაღებად ვიყიდე ეს მანქანა და ვაფშე ხელი არ მიმიკარებია რა ვიყიდე და ეგრევე წამოვიღე რა და ნახოთ გური მანქანა და ბარემ დანიშნულების ადგილზეც მივალთ What? ვერ იდგა? ეს მანქანა. აბა ვის გახსოვთ აბა ეს მანქანა მეგობრებო? ვის გახსოვთ ეს მანქანა? დაწერთ კომენტარებში. ადრეულ სერიალებში ვიღებდი ამ მანქანას. ეს სხვა აკაუნტი არის, სხვა აკაუნტი იყო. მიგემახსოვრებათ ისეთი აკაუნტია. ვერ წურავს ბიჭო რა არა დარინჯობ ეს ბინვის დიდი ექსტრას ვიტრო ბინვი მეგრევე დასაწყისში ის ქნა რა ქვია დასაწყისშივე გაკეთა მოკლედ რეგნული შეფასებაც აი ესეთი აქვს
ეგ არის დავიდეთ აბა კამერა ცოტა დიდზე აუ ვაფშე ასე მეტარები აუ ყველაზე კაი ეს იყო აიმე მოკლედ შემდეგ ეპიზოდში უკვე ყველაფერს როგორც ხედავთ ხარისხიანად იქნება ყველაფერი მოკლედ შემდეგ ეპიზოდში არ ვიცი ერთ კვირაში დაიდება 6 დღეში თუ მოკლედ რამდენ ხანში და რა რამდენ ხანში დაიდება ზუსტად ეგ არ ვიცი მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ერთი ის ვიცი მე მხოლოდ რომ დაიდება გაგრძელება სერიალს მაგრამ რა ხდება კაი ხო let 1-2 დავაი ბიჭო მიდი დავაი კაცურასი შევით მიდის რა აღმართი და ნახოთ აბა რა ხდება what oh my gosh რა ვერ გავიგე რა ხდება ანუ სად მიდის სად მიდიხარ შენ ბიჭო სახოთ მიდის ტიპი Range Rover is gold ბიჭო what აი ამან როგორ შეძლო ეგ ძმობას გაფიცებთ აი ამან როგორ შეძლო ეს რომ გამოვიდა ვაფშე ბოლოში და ცან რა მხოლოდ ტურმოს დავაწექი Range Rover is gold ბიჭო არ ვიცი რანაირად და ჩიპი არის ბიჭო what მე მეგონა რაღაც მომენტში უკვე ეგ გაჩერდა რა ნუ ბენესთან ცოტა ქვემოთ ამაში ბიჭო ეს რა მანქანა ყოფილა ამაში ხედეთ ღმერთო მოკლედ ჩვენი დღევანდელი ვიდეოს გამარჯვებულია ეს მანქანა როგორც ხედავთ ეს არის ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული და აბა ჰედა აბა ჰო